გამარჯობა, მოგესალმებით ტვინის გასაღების მე-16 ეპიზოდით. ნელ-ნელა წინ მივიწევთ, მოგესალმებით თორნიკე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი სპორტული ამბების დირექტორი ბატონი თორნიკე ბაღათურია. და მინდა დაგპირდეთ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემას შემოგთავაზებ დღეს. მივესალმებით ჩვენ მოგებელს და ასევე მივესალმებით ჩვენ სპონსორს მინერალს, რომელიც ნამდვილად უგემრიელეს წყალს ულამაზეს ჭიქებში აფასოებს და ჩვენგან რეკომენდირებულია მიირთვათ ცივი. გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა საბა, გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მე რამდენი გადაცემა გვაქვს უკვე მე-16 ხო? აი წინ მივიწევთ ნელ-ნელა. ეგრევე საქმეზე გადავიდეთ. დიდი ხანს ცოტა გაგვიგზავნა რაღაც პერიოდი. ნუ აღდგომები და რაღაცეები იყო და გაგვეწელა, მაგრამ ეს მომზადებულები ვართ თქვენთვის. ეგრევე მოდი საქმეზე გადავიდეთ. ფარული ჩანაწერი რო გაპრანკეს ჩვენი დინოზავრი პოლიტიკოსი ჯო ვილსონი. გადაშენების პირას ყოფი პოლიტიკოსი ხო იცი ეგ როგორ არ ვიცი, ანუ ეს ის პოლიტიკოსია, მაყურებელს შევახსენებ, რომ რა ქვია იმას, ლელოს იმას, რა ქვია? გეგელია რომ გამოვიდა, რომ მივიდა და ანუ თაყვანი როსცა და ქართული ძალიან უყურე ხარ და ერთმანეთში შევიდეთ. ანუ ხო, არა და ამ კაცი ენაცვეჩი ორი პარასკევი აქვს მართლა დარჩენილი და ხავს რო ეპოტინება და ესენი რომ იმას აღმერთებენ, აი ძალიან ცუდია. ბოროტი ტიპი არის, რომელიც ყველაფერი თვითონ იძახის ყველაფერს. აი გადაშენების პირას მყოფი პოლიტიკოსი, მოდი მოვისმინოთ რა დღეშია. თქვენ აქტიური ურთიერთობა გაქვთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, ხომ ასეა? მართალია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ის პირადად მიიწვია ინაუგურაციაზე. ეს მე გავაკეთე ჰელსინკის კომისიის წევრებთან ერთად. ჩვენ მივიწვიეთ ის ინაუგურაციაზე. მე ძალიან მადლობელი დავჭი იმის გამო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხედროდით სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტს. ზურაბიშვილმა ასევე მოახერხა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან და ამერიკის მუდმივ წარმომადგენელთან გაეროში ელი სტეფანიკთან შეხვედრა. ფაქტობრივად იმ რამდენიმე დღეში, რომელიც ზურაბიშვილმა აქ გაატარა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შემადგენლობის ნახევარს შეხვდა. ბატონო პრეზიდენტო, იმ დროს, როდესაც მე ამ აზრს ვაყალიბებ, ჩვენ კონფლიქტის საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის არჩევნების დროს საზღვარგარეთ მიცემულ ხმებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, არა? დიახ, გეთანხმებით. რას ფიქრობთ პროტესტანტებისთვის საომარი დახმარების გაწევაზე? ასახეს მიიღებს ნახე. დაფიქრდა. თუ ამ კუთხით თქვენ რაიმე წინადადება გაქვთ, გთხოვთ ის გაუგზავნოთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, კონკრეტულად კი პოლ მაცაროს კომისიას. ბატონო პრეზიდენტო, მე საჭირო ადამიანებს დაუკავშირდები და დიდი სიამოვნებით მიიღებთ თქვენს წინადადებებსა თუ იდეებს. ეგრევე დაინტერესდა ეს უნამუსო ბიჭო, ან პირდაპირ. არა, ანუ როგორ ეს მაყურებელს განუმარტოთ, ეს ეხლა რა ლაპარაკიც არის აქ და ეს როგორ შემოვარდა. მე საქმე რო იცოდით და შორს კი არ მივიდივარ, კაცო, აქვე გავარკვევ და ოღონდ მომწერეთ, ჩემ ნომერზე ვარ, მე და დამიკავშირდი ეგის პირ დროს და ჩარტა. რა სამარცხვინოები არიან. ნო, გეგანავებიან. აბა, გეგადავებია. ანუ ამ ხელამონდომე ბა რო გაკ, აი ამარა. რაუ, ეგრე მაგრა გინდა რომ აეგენი. როგორ უნდა ხო? ეგრევე ჩაერთო გამოყო თავი ეგრევე ამ უნამუსომ და აი სალომე ზურაბიშვილი, აი ამის პასუხი რა არის, რომ სალომე ზურაბიშვილი ეხა იძახის გუშინ გამოდის და იძახის, რომ 26 მაისის აღლუმი მე უნდა ჩავიბარო. დაგირეკავთ შენ. ანუ არა, პირდა პროვოკაციისთვის ემზადებიან, მიხვდი, აი მაიდნის ნაირი რაღაც მაიდანი უნდა, ჩვენთან უნდა რომ მეორე მაიდანი მოაწყო. და ვინ ემზადებიან, ანუ აი ეს ოპოზიცია ნახირი ჩვენი რა. ანუ ესენი ხა ერთმანეთს რო აგინებდნენ, რამდენიმე დღის წინ რო გამოვიდა და უშუალოდ ნაციონალურად რო იძახის, ეს ხალი საერთოდ ამდენი ვენდეთ და არაფერში არ ივარგა და მაგ ეგრო ილაპარაკე ხა. მინი გუბოზით ხო გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ ამ მასაროს ჭკუაზე არ დავდივართო და რაღაცაო, მაგრამ ნუ ეხა ფაქტია რომ ეს სირცხვილი მოხდება რომ ანუ ეხა ესენი ერთად შეესწებიან კიდე რამე? კი, აბა რა, ეხა ემზადებიან 26 მაისისთვის, აღლუმისთვის ემზადებიან რომ პროვოკაცია მოაწყო. მაგრამ არ გამოუვათ, იმიტომ რომ რა იცი, ხალხი არ გავა, ამ პროცესს მაინც იმედი ილუზიებში არიან, რომ აი ხალხის გარეშე ვერაფერნე პროვოკაციას ვერ მოაწყო. აი ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა, რომ გუშინ ხდება ჩემი მეგობარი,
და ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი, ჩვენი ნაცნობები, რომელიც აქციაზე თავიდანვე იდგნენ და ყოველთვის ვამბობთ ამას ჩვენ გადაცემაში, თავი ყველას თავისი აზრი აქვს, პატრიოტებთან ერთმანეთსაც სოიქ დამთავრებულია. არავინ პოლიტიკოსის გამო ერთმანეთს ადამიანები არ უნდა გადავეკიდოთ. მაგალითად, ერთ-ერთი პოლიტიკოსი. წარმოიდგინე, გუშინ ხდება ჩემი მეგობარი და ბავშვობის ნაცნობი მეგობარი ესეთი რა, ხა ძალიან მეგობარი არ არის, მაგრამ ველოდები, აი, ხვდები რომ ამდენი ხანია თავის პოზიციაზე რაღაცას და ვიფიქრე რომ აი რაღაც მომენტში შეიძლება და რაღაც ანუ ყველა მიხვდა იმას, რომ ეს გულწრფელი ადამიანები არასწორად გამოიყენეს. უკვე ყველა მიხვდა, რომ ამ უკვე დგას იქ ადამიანები, ვინც არიან მართულები. ანუ მაგიტოდან 40 კაცი ქუჩაში რა. ხო, მაგდამთავრებული. აი, ყოველ დღე დგას 1000 კაცი და ანუ უკვე მან რო ჩამოვიდა ამ ხელა აქცია, მან უკვე ყველაფერს მიხვდა 40 კაცი. არა, თვითონ რო ამას იდა როგორ 20.000 რო 200.000 ელანდება ეგრე რო. რავია, ეგრე როგორ გძულთ თქვენი ქვეყანა, ეგრე როგორ გძულთ თქვენი ქვეყანა, რომ აი ამ მოხუცებულ კაცს და აი ამ რაღაცნაირ ცხვიტი რო ყავს, მარჯვენა ხელი რო ყავს, ანუ აი ამ ისე ეპოტინებით, რომ ოღონდ ესენი ჩაერთონ, რომ ჩვენთან ქვეყანაში რამე დესტაბილიზაცია მოხდეს, რაღაცა არეულობა მოხდეს, მზად ხართ, რომ აი საზის გულისამრევი ადამიანები. სალომე ზურაბიშვილი კიდე მართული ადამიანი არის ამ სურათში. ეგ კიდე ვისგან არის მართული, ვეღარ გავიგე რა, ანუ რეებს აკეთებს. ანუ ხან აი ხო ხტები ამოყირავდება, ვისკენაც არის უსები იმას ისინიც ხო ხტები ცუდად მოიხსენებენ, თუ ეგრეა. არა, ეგრე არის, ეგ იმიტომ ერთმანეთს ვერ იტანენ და ეგ კაგრას ეგ არის, რომ მართულები არიან ყველანი ერთად, ისინი ეუბნებიან, რომ აქ თქვენ ერთად უნდა იყოთ, ეგ იმიტომ ერთმანეთს ვერ იტანენ. და მაგიტო. მაგრამ დავალება ესეთია რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ. მე ხვდი და მაგიტო არის ხა შენ რასაც იძახი რომ ვერ ხვდები რატო არის მიზეზი უბრალოდ ეს არის რომ ყველანი არის მართული და ამ სურათში კარგად ჩანს საქართველოს პრეზიდენტი არის და აკავს ჩამოყვანე ლიტვა, ლატვია, ესტონეთის პრეზიდენტებს არა საგარეო საქმეთა მინისტრები და თვითონ საქართველოს პრეზიდენტია, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრა და თვითონ მიჭო კუთხეში დასჯილი ბავშვი დააყენეს. ანუ რა მარაზმი არის. ხვდები აი როგორი ხალხია და ძალიან მაგარი ვიდეო არის 2003 წელს აი ცხელი ძაღლის ხოსტა ნუ აი ერთი ხა ჩვენ რასაც ლაპარაკობთ აგერა ესენი ლაპარაკობდნენ სერიალში. ეხლა თვალში მოხდა მინდა რომ თქვა საქართველოს რო არის აი ფოტოზე ხედავ რო არის საქართველოს და 5 ადამიანი დგას. შუაში ცენტრში ჩვენი გერბი, სამი ქალია და 2 კაცი. თვალის დიზაინი თუ რა მაგას რა ქვია ვიცი შეხედო რომ შუაში ქვეყნის ლიდერად ვისაც აღიქო იმიტომ რომ შენის უნდა აწიო პირიქით ხო მაგიტო ხარ ჩამოსული მაგასთან ჩამოხვედი რა კაცი ერთსავე და მე დააყენე 2 ქალი პროპორციულად დაждდება ლამაზად დაждდება და ეგრე ლოგიკურადაც ეგრე უნდა იყოს და სად დააყენეს ბიჭო ანუ ეს რა მოუგეს პროსა გერბიან თან ნახე რა თუნდა გერბია ჩვენსას გერბი რომელიც ბოლოში ძალიან ცუდად არიან ვაფშე აი ეს არის მართულები რა აგერ იმან რა ქვია ჩვენმა ჯო უილსონმა რა თქვა რომ ტრამპმა მიიწვიაო და არაო ჩვენ მივიწვიეთ ანუ ჯო უილსონია ამათი ბოსი აი ჯო უილსონი რო შენი ბოსი იქნება და მაცარო ვიღაცა თავს რო გამოყო და ეხლა ჩვენ ყველაფრის გადავატრიალიოთ სამხედრო ანუ ის რა არის ესენი ელოდებიან ამ ოპოზიციის თანხმობას ან ამათმა თუ უთხრესო დავაი ჩვენ მზად ვარ და გადავატო იქიდან ჯარი ანუ წამო ესენი პროსტა იმდენად ფარჩაკები არიან რომ მაგის ერთი ადგილიც არ აქვს რომ ეგ თქვა ამათ გარეშე ხო ისინი ვერ ანუ ხო და ესენი თუ წინააღმდეგები არიან ისინი ხო არ დაიწყებენ ამათ გარეშე აქ სამხედროების შემოყვანას ხო ამათი სამხედროების რა ნაიომეთ რა ქვია ისეთი ანუ ხო უკრაინიდან ოფიციალურად არა კაცო ხო ანუ ეგენ შემოყვანი წყავთ შეიძლება მაგრამ მაგას გეუბნები რომ ესენი ელოდებიან იქ ჩანს ამ ჩანაწერი ჩაულებთ რომ აი ამაზე დაგვიკავშირდით რაღაცა ვიფიქრებთ ან ჩაულებთ ელოდებიან ამათ და ესენი ამათ ერთი ადგილიც არ აქვს მაგასაც ვერ იძახიან და იმიტომ რომ ხალხი ხდება რომ ანუ ქვეყანას ამ გადატრიალებით და უბედურებით და სისხლის ღვრით და ამბით არაფერი არ ეშორება ეს ადამიანები არიან გონიერი ადამიანები და მიხვდნენ და გადგნენ განზე თავის პროტესტს სულ გააპროტესტებენ და სულ იტყვიან თავის პროტესტს, მაგრამ იმათთან არ უნდა არავის, თვითონ არ უნდათ ერთად. კი, ეზიძღებათ ერთმანეთი, ბიჭო. ვიდეოები არის, კოლაჟები არის, როგორ ვერ იტანენ და რას ლაპარაკობენ ერთმანეთზე. ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველი არის რა, იმ მოდი მოვუხმოთ. ერთი პატარა შუბი აკეთეს.
აი იმავე წამს გამოჩნდება 1000 ჯურის ადამიანი. თეთრი, შავი, პატიოსანი, ბოზი, პროვოკატორი, ლამაზი, მახიჯი. დაიჭირდება ჭომლები, ესმის ისე? ვიღაც გრძელ პალტოიანი კლიენტი, პადრუჩკი, გამიგე, კაგიფას გვერდზე და აქცია უნდა გაგრძელდეს გენაცვალა. ეგ რა კიდათ ხალხს მე მოგახმარდი. აი გასაგებია, ოღონდო, ბრავო. ესე იგი უნდა გაშალოთ ეს ორაკლია. მუშაობაო, პრესა, ტელევიზია, მასმედია, ახალგაზრდებში, სტუდენტებში, ლტოლვილებში. ესმი? მე შეასეუბნები. რა უნდა უთხრა? რა შეუბნები და ამას გენაცვალე ყველაფერს მამონტი ჭირდება. ვისაც ყოფს ახლა ეს? მე იწყება ვაჭრობა. ეხლა თითქოს გევანდელი დღეა რა. გირს ვაფასია 200-ია მიხრია. კუჩის გადაკეთვა, შიმშილობა უფრო ძვირი და მე დემონსტრაცია კიდევ უფრო ძვირი. ვისაც ყოფს ესა? აი ეს აბოსხოს კაი რომელმაც აი ამ ხალხის მაყუთი მოიპარა. ჩაიდო ჯიბეში, აღარ გასკდა მაგისი მუცე. გამიგე? ეხლა თავრობაში უნდა მოვიდეს, ზურგი გაიმაგროს რომ ეს იყო. აი ამათთვის რა. აი ეს არის რეალობა მეგობრებო რა, ამაში გვაცხოვრებენ უბრალოდ რა, ერთი და იგივე მეორდება და მეორდება რა, და აქ ვიღაც ამას ხო და რა მოხდა იცი? რა მოხდა იცი? სულ ერთი და იგივე მეორდება. არავინ არ არის ის ვინც ხო ხტები აი მესამე იქნება და ამიტომ მიდის ერთ იმაზე წრეშე ტრიალი რა. და ის მესამე სულ ესენი ეს მესამე ვინც ეს მესამე სულ ხდება მეორე რა. ანუ რამდენნაირი პარტია ერქვათ? რამდენად და ევროპული საქართველო, იმიანი საქართველო, ხუჭუჭა საქართველო, ქერასა, ყველანაირი საქართველო და საბოლოო სახე ერთია, ძმაო და ეგ სახეები არიან, ხო, მაშინაც ესენი იყვნენ, ხო, სახეზე გიცანით. გამოდი გიცანით, აი კონტია, ხო, და აი კიდე გამოდი გიცანიზე, აი ეს პიროვნება რომ თუთქოს რომ არ შეიძლება ამ ვიღაცა გენერალზე რაღაცა ვთქვათ და გენერალი შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც იყოს და გენერალი კარგი უნდა იყოს, უნდა, მაგრამ შეიძლება ვიღაცა იყოს მიკერდოებული გენერალი იყოს რა, რომ ვიღაცამ არა, ნახე რა ლაპარაკობს, უბრალოდ ეს კაცი ხა რაზეა საუბარი. უთრებით მინდა მივესალმო კალბატონ გიული ალასანიას. ქალაქ თბილისის თავზე ყველა თქვენთაგანს ყოველდღიურად შეგინიშნავთ ქართლის დედის ქანდაკება. წარმოუდგენელია, შვილი გყავდეს პუტინის ტყვეობაში და ესე მედგრად იდგე. აჩვენებდე თავგანწირვას, აჩვენებდე გარედან მხნეობას პუტინის პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს. აფერუმ დედაკაცო, შეგვიძლია ვთქვათ გიული ალასანიაზე. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დღეს მოიცალა და მოვიდა აქ ჩვენთან ერთად. გიული ალასანია, რომელმაც სააკაშვილმა თავის დედას გადაუფორმა პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო შენობები, რომელიც ეხა არის მილიარდელი თუ არ არის, ძალიან ბევრი 100 მილიონი ექნება. და ეს რამენია, მართლა თვლით, მართლა თვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი ეხა არის პუტინის პატიმრობაში და არაფერი არ აქვს დაშავებული და არ ეკუთვნის, რომ ციხეში იჯდეს? არა, გულისიღრმეში არ თვლია მართლა. რავი, კაცები ვართ რა, კაცები ხო ვართ, არაფერი არ შეურაცხყოფას გაყენებთ, არც არაფერი კითხვა მაქვს, რომ თვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი დანაშაული არ აქვს, რომ ციხეში იჯდეს? არავის პატიმარი არ იყოს, კანონის წინაშე იყოს დამნაშავე? გულწრფელი ხარ, ანუ ბატონო გენერალო. ცეჩი ბიჭო რა. საკაიფოდ იყავი მაგ დროს და მაგიტო რა. ეგ პასუხი. ხო, ანუ ეს უბრალოდ, ნუ არ ვიცი. მე საკაიფოდ იყავი მაგ დროს და ეხა ვეღარ ხარ, ვეღარაფერი და ეხა იმენა დაგჩენია რა. ეგ არის. თუ რაღაცა ჯაჭვი არის. რა თვალებში ამ კაცს სამენი დანაშაულიც აქვს. რავი და იძახი რომ ვითომ იმის ტყვეობაშია, რა იმის ტყვეობაშია? პუტინის ტყვეობაში. და წამოწოლილია საავადმყოფოში მუმია და იმაში. ჯერ რაც ეკუთვნის ის არ აქვს, ხო? წამოწოლიზე გადაატარა რა, იმას უყურებს, ამას უყურებს ყველაფერია. პატიმარი ყავს, იმათმა რა დააშავეს. ანუ მიხვდი ეს რითი არის, პრიორ განსხვავებული პატიმარი. კი შეიძლება რაღაცა განსხვავებული და ოდნავ რაღაც უფრო მეტი ყურადღებას აქცევენ და მესმის კაი, მაგას გაუგებთ, მაგრამ ამდენი ხანი, რა 3 წელია იმაშია რა ქვია. საავადმყოფოში და სასტუმროს ნომერში და შეხვედი იმდენ ადამიანს ხვდება, ამაგდან ჩვენ ვერ ხვდებით, ვერ ვასწრებთ ღეში რო შევხვდეთ ეხლა და ნუ სინაგლე არის უბრალოდ ეს ყველაფერი და აი
აი ეს პიროვნება რა გუშინ გადაცემაში რო ვიყავთ რო ლაპარაკობდით გამახსენდა მე რა აი წარმოიდგინე ამათი ტვინის როგორ მუშაობს და როგორ აი ამათი მონური მენტალიტეტი წარმოიდგინე ევროპაზე რა წარმოდგენა აქვს უბრალოდ ამ მონებს ნიკას ვეთანხმები იმაში რომ რაღაც არ უნდა დავიწყოთ რაღაც ერთმანეთის მის ლაპარაკი რაღაც აუ შენ რა ქვარატო ისროლე და შემდეგ ქვისროლა ფანჯრების ლეწვა და მანქანების დაწვა ველურობა კი არა სუფთა ევროპული მოვლენაა აი საფრანგეთი ახსენ რამის ყოველთვე წვავენ იქ მანქანები რაღაცა არ მოწვავს წავიდა დაწვა მანქანა წარმოიდგინე ამ დებილს ეს მოწონს ბიჭო ამ არა ეს გონია ნორმა რა ხო ან მაგას ევროპა ყველაფერი კარგი ან ამისთვის ეს მანქანების დაწვა კაი მამაში ვეთახმები რომ ეს არის ევროპული მოვლენა 100%-იანი და განგელე კიდე რეები იყო ევროპული მოვლენები კიდე ევროპული მოვლენები ხო ევროპული მოვლენა ჰიტლერიც იყო ბართლომეს ღამეც იყო რავი ნაციზმი ფაშიზმი ეს ყველაფერი ევროპული მოვლენებია და რა ვქნათ ამიტომ რომ ევროპული ყველა მოვლენა გადავიღოთ ეს არის მოვლენა ევროპული მაგრამ ცუდი მოვლენაა მოდი ცუდს ნუ გადავიღებ და გადავიღოთ კარგი ეს მანქანების დაწვები და შენობების ლეწვები არ არის ქართული მოვლენა სწორად ეგეთი თვისის წამყვანს შეხედე წამყვანი ვინ არის ხო ანუ შეიმენა ორი ლიმონკა აქვს დაგრებული ეს პიროვნი არ ვიცი ვინ არის მაგრამ როგორ სიამაყით იძახის ამას რომ ჩვენც აქ იგივე უნდა გავაკეთოთ პრობლემა ჩვენ ან ჩვენ თუ ევროპაში გვინდა მანქანები უნდა დავწვათო რა არა მოსული ნახე ამოინე პირდაპირ ვინ წამყვანი ხო უზის გასაგებია ყველაფერი გადა რომელ არღზი არის ეგეც ყველაფერი გასაგებია მაგითიც არა ხო მაგრამ ნუ კარგი ძალიან სამარცხინოები არიან რა მოდი რომელ ვიდეო ჩავერთეთ ისე ხა ჩვენ რასაც ვლაპარაკობ და შენ რასაც იძახთი რომ რა ხდება ამათ ერთმანეთს შევარწყობს აყენებენ მაინც ერთად არიან აი ეს არის მაგალითი ამისა ეგ ჩაგეთო როგორ სულთ ერთმანეთი წარმოიდგინე აი ამ პიროვნებას და მაინც რომ ერთად არიან არა რეები აქვს ნაფიქრი მოდი ესე უფრო შეხედო ამ ვიდეოს აი რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე ეხლა ხო ერთად არის ეს ხო აქ ნაფიქრი ანუ ხო უეჭველი სადღაც ესაზრი და წარმოდგენა აქვთ ერთმანეთზე რა მაგრამ ვაწყობს ერთად ვიყოთ და არ ვაჭერთ ერთმანეთს ზუსტად ეგ ხდება ხო ანუ კარგი ყველაფერზე წამსვლელი საძღარი არსებები რა გიგი უგულავა იყო სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი 7 ნოემბრის მთავარი ჯალათი სტოპ აი პოსტერიცუთი ეს არის ფაქტი ხო ანუ ამას ხო ვაპარაკობ ეს ტიპი ეს იყო ანუ ესენი რა არის რომ ერთმანეთზე სიმართლეს ლაპარაკობენ ეს სიმართლეს არაზოს არ ლაპარაკობენ ბატონო შალვა აი მოდი ცოტა ეს ამ ვიდეოსთან ცოტა დაპაუზებით просто კითხვა პასუხის ბატონო შალვა თქვენთან ესეთი შეკითხვა ეს კაცი თუ ეს იყო იმ ფარდულში და იმაში და ყველგან ერთად რატო ეჯექი და რატო ემეგობრებოდი თუ ძმაკაცებოდი თუ ხელი ქონა ჩაკეთე საქმის ამბავში რა თქმა უნდა მაგრამ ეს თავმოყარების ნაწილში ესეთი ჯალათის გვერდზე მდგომი ტიპიც ხო ჯალათია ან მინიმუმ ანუ ტექნოს შემდეგი ხაზარაძემ და ამ კრიამოსანიემა ბიჭებმა ერთ ფართხუნა დასაცმეს ჩაცმულება უნდა გაარღვოს ეს წრე ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლის თავზე როცა პრეზიდენტი ხარ და პასპორტს იცვლი და ამბობ რომ იცი და დამიჭერდნენ და ასე შემდეგ და მთავარსარდალი ხარ რა იქ შენთვის თავდება ყველაფერი აქციას მართავთ TBC ბანკის და მისი მეპატრონის ბანდიტი ხაზარაძის წინააღმდეგ, რომელიც არის თავარი ბიზნეს რეკეტიორი. კიდე ერთი ცეხა სერგო რატიანია და უნდა თქვენი ბოდვი შემპრობილი შიზოფრენიკი დააუკეთ კიდევ იქ რა თუ შეიძლება რა. რაღაცა სისხლები და რაღაცა ვაიმე კინძივი ხოიცი და თამისის მაშუნით ლაპარაკობს რომ გაგიჟდება კაცი რა. ის კაცი დააუკეთ. ვანო ზები დაიქენჯე დაინახე. მე მინდა გითხრათ რომ სალამ ქუთაისის არჩეულ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენელს ზინავს მნიშვნელოვანია რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს აი ბოდიში რა სირცხვილია ბიჭო წარმოიდგინეს შენი სურათით დგას პრეზიდენტი რომ რა სამარცხინო ტიპი ხარო და მამ პრეზიდენტზე იძახი რომ გმირია და გამოიყვანეთ და ეს რა კაცია ეს რა კაცია ამ ბიჭმა მიშიკო აი ეს გააკეთა და ამისთვისა დასაჯელი და ამას არ ვაპატიებს ნაპირდები საქართველოს მოსახლეობას რომ ნაციონალურ მოძრაობას აუცილებლად ჩავდე პოლიტიკურ სამარეში მიშა სააკაშვილთან ერთად შეუძლებელია ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ხისების გზნობა ნატანია მე ვიხსენებდი ხაილისაშვილის მიერ დაწყებულ ბინძურ კამპანიას ყველაზე უღირსი კანდიდატია არ ეკადრება ქალაქს ყავდეს ასეთი სრუპენტელა ასეთი უღირსი
ასეთი ყალბი ადამიანი რო ძალიან სერიოზული პასუხისგება მოუწევს ეკაბესელიას აი ამ უსცირცხვილო ტყუილზე. ეკაბესელია არის რომ სულ დოლარები და როგორც ჩანს ლარები ელანდება პატიმრების ხსენებისას და მიაჩნია რომ თანამდებობაზე თუ ხარ ესე იგი ფული უნდა აქვს. შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემი ოჯახის წევრებს ატერორებდა და მცევლად ყავდა. მე მაინტერესებს შენ თინა ბოგუჩავას ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჩუქრად რატო გიგზავნიდა? ოპოზიცია არის ასევე ნაგავი და ეგეც სათქმელი არის. ჯიგარი ხარ. ოპოზიცია არის ასევე ნაგავი და ეგეც სათქმელი არის. ელაპარაკობენ არავის არ ულაპარაკე. აი მარტო ამას აკეთებს სიმართლეს. ბიჭო, აი. ხო, ერთმანეთს როგორ არის თია, ხო, მთავარი ბოსი ყავდა. იციან ხო ეგ არის. პროსტა რა მოვიოცი, ერთხელ უკვე იცოდნენ სადღაც ეს კაი და ეხა აქ იციან, მაგრამ ვეღარ შვები ამ ერთხელ ქნეს. ეგ არის პასუხი იმაზე, შენ რა კითხვას დასვი, რომ მამად ყავთ მართველები. ანუ ამათ ესენი თვითონ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ანუ ამათო გადაწყვეტილება მიიღონ თავისუფლად. არ არსებობს ესენი ერთად იყვნენ, მიხვდი? ანუ უბრალოდ იმდანად ვერ იტანენ, მაგრამ უბრალოდ ზემოდან ეუბნებიან, რომ არა, თქვენ საქმე სჭირდება, ერთად უნდა იყოთ, სულ ფეხებზე უკიდია რა, თქვენ ერთმანეთ მოგწონთ, არ მოგწონთ, ერთად უნდა იყოთ. და ისინი კაი ხო, რა უხნე. ხო, ანუ თან მაგიტო უწევთ ხშირად ალბათ ეს სხვადასხვა თვითონ ანუ ხან წითელი და ხან შავი. ხო და მე ვეღარ იტყვენ, მითი? ბრაზდებიან და მე გამოდიან და პირდაპირ შევარდნილ საკერებენ ერთად. კი და იმდენად გაყიდულები არიან ხო? ანუ წარმოიდგინე ეხლა დღეს რომ იმამ თქვა რომ წითელი თქვიო და წითელი რო თქვა. ხო რა უნდა შავი თქვიო ესე უნდა რომ ეხლა გუშინ წითელი მაგან გუშინ კი არა კაცო თქვი რა. აი და მან შენი ირსება აღარ არსებობს და გუშინ თქვი და რა მე ეგრესიულ არ მოხარ მაგგომარება შენ. არ გეცხოვრათ ეგრე და არ დაგეშვათ ეგრე. ამათი საზოგადოებიდან გამოწეული კაცი რომელმაც ჭკუა იხმარა და ვითომ სხვა პოლიტიკოსი გახდა რა იაგო ხვიჩიაზე რა მე იაგო ხვიჩიაზე სულ ვიძახი რომ ანუ ხალხი შეყავს შეცდომაში რატო იცი იმიტომ რომ იაგო ხვიჩიას ბევრი აძლევს ხმას ჩემ წერშიც მინახავს რომ აი იაგო კაი იაგო მიხვდა და დაიწყო სწორი ლაპარაკი მაგრამ გულსფელად შინაგანად ეს იგივე პიროვნება ვინც ადრე იყო მაგათ როგორც ის სექტები შექმნეს და 1000 ადამიანს მე წეს ვერ უგებდნენ და ხო სექტები შექმნეს და მაგის გამო ჯარში ვარწასულიყვნენ და რაღაცა ეს მაშინ გამოვიდეს დღეს და თქვას რომ შეცდომა ანუ დაუშვა მაგრამ არა დღესაც იგივეს იმეორებს და აი 2 წლის წინ გადაღებული ვიდეო ნახე რა სიძახით ერთი მაგათ თუ იცი რა ბოდიში მაგაზე ამბობენ რომ ანუ ვინც ეგ მიიღო რა, ვინც ეგ მამაო გახდა, რომ ქრისტიანულად წეს აღარა უგებ. ხო, მაგან გეუბნები დაღუპა ხალხი, ბავშვი წეს არ უგემკე, სექტის წევრები გახადეს, იმიტომ რომ ჯარში არ წავიდნენ. აი ამის და მოიცა, არ შეუძლია, ანუ ეგ ბერკეტი არა აქვს, რომ თქვას, რომ შეუნდო. არა. ვერ შემუნდები? გარდაცვლილს როგორ უნდა შეუნდო? გარდაცვლილს არ გეუბნები. აი ისე კი, ახლა თუ ანუ ამან სიცოცხლეში ვერო. კი, რა თქმა უნდა. მაგას გეუბნები, ანუ შეუძლიათ ისევ რომ ეგ მოხდეს? რა თქმა უნდა, ხო, აბარა. ხო, ანუ დაღუპული რაღაც მომენტში არ არის. არა. თუ თვითონ დაიცვალა ისინი დაღუპულები არიან. არა, მე გეუბნები დღევანდელ სიტუაციაში ეგრე ვინც არის ის ადამიანი, ანუ შეუძლია რომ მონანიების უფლება ყველა ადამიანს, ყველა ბოლოდონის, ავი მოსულებს რომ აი ყველაზე საშინელ ადამიანს თუ მოინანიებს მონანის უფლება აქვს. ანუ ეკლესიის კარი ყველაზე ღია, მაგრამ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ახალგაზრდები ამის შემდეგ, უბრალოდ წესი ვერ აუგეს და ამას მიაჩნია რომ სწორად მოიქცა. ჯერ ჯარიდან აცილება, ეხლა აი ბავშვობაში ვიყავი და ჯარში შევიღეთ ეს არ გვინდოდა წასვლა და 1000 იყავი ჯარში. არა, არ ყოფილა და 1000 სულელეს ვაკეთებდი და ჩემი აზრით შეცდომა უნდა წავსულიყავი სიტყვა და ეხლა აქედან გადმოსახეთ, მაგრამ ეს რაღაც სექტის გაწევრიანება და ამათმა ეს სიტუაცია ნიადაგი რო შეგიქმნა და ეხლა გამოდის და რო იძახის რომ ჩემი პატრიარქი არისო ამერიკის ელჩიო. ნუ აი რა ვიცი. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ვენდობი ამ ქვეყანაში არის ამერიკის ელჩი, ამერიკის საელჩი. ელი დეგნადა. ხო არიან აი ადამიანები, ხო არიან რომლებიც ენდობიან პატრიარქს. ჩათვალეთ რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი. აი წარმოიდგინე რა ეს. ეხა ვინ არის შენი პატრიარქი? ეგ გითხარი ჯერ ელი დეგნანი რო ყავს პატრიარქად იაგო. შენზე არ გვაქვს ესეთი წარმოდგენა და არ გვინდა რომ შენგან ეგეთი რაღაცები გვესმოდეს მოწევაც მისა მოგიწევთ გადაცემაში თუ გინდა შეგვიძლია დავუშვათ ერთად ვისაუბროთ ეგეც არ იქნება პრობლემა მაგრამ ქართველი კაცი ხარ და არა არ შეგეფერება ჩემი აზრით კელი დეგნანი ყავდეს პატრიარქად გონია რომ ამას გონია რომ ამერიკელი არის საქართველოში ამათ ქართველი ხალხი ის მენტალიტეტს
კი იცნობენ, მაგრამ მაინც არ ვიცი, რატო იქცევიან ესე ვერ ხვდები. მე თქვა ერთი აზრი, რატო ხდება ეს? ნახე, ის გულწრფელობა ხო აქვს დაუშვათ რაღაცეებში გულწრფელობთ პრობლემებზე მართლა ლაპარაკობენ, რომ ეს არის პრობლემა. ის მომენტიც ხო აქვს, რომ თითქოს თვითონ 4-ნი ვართ, ჩვენ ხო ხდები ესე ვფიქრობთ, სწორ რაღაცებს იძახიან. მიხვდი, მაგრამ ნახე, შესავალი კი მე, ნახე, დაუშვათ უსმენ, სწორ რაღაცებს იძახიან, მაგრამ უცებ ხდება რაღაცა ისეთი, რაც ურტყავს აი ქართველური მას ღირს, აი რაღაც მომენტში გიტეხავს და ეს რა გააკეთა და მაგდროს უკვე იმ ხმის ვიცებას ვეღარ ზნო თვითონ ზის გადაცემაში ხდა ლაივები აქვს და ურეკავენ და ზარეს პასუხობს და ეუნებას რომ ხმა რატო არ მომეცით, იმიტომ რომ ყველა ეუნება რომ აი ხმა შენ გაძლევ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევ. ხო, იმიტომ რომ ისტორიები იყოს, ხო, 100%-იან ძახი, ხო. ამოვირჩი ერთი სწორი აი გულწრფელი გზა და მაგიტო გეუბნები რომ გულწრფელი არ არის მაგაში ჩანს თქო, პროსტ ამან იმ დებილებთან შედარებით ჭკუა იხმარა და მიხვდა რომ რა ელექტორატს ელაპარაკოს და საჩეულია რომ იყოს გაიზარდო, იქ წერია ისინი ვერ იზრდებიან პომიხთე მაქსიმალური რაღაცა ადამიანის ხმა იმის იქით იმათ ისინი ხმას ვერ აიღებენ. ანუ ოპოზიციას გულსხმობ მთლიანად რა, ამას ზედაზღვარი აქვს. ამან ჭკუა იხმარა და მიხვდა რომ საჩეება ის განვითარდეს, აი მაგალითად როგორც ჩერგოლეიშვილი და ის ბოკერი გამოიყო ეხა და რაღაცა თავის ხა მიხვდნენ რომ იქ ჭაობი არის. უბრალოდ ეს არნიშნავს ესენი შეიცვალა ესენი ისეთები არიან ვინები ზუსტად იყვნენ ყოველთვის ხო და უბრალოდ ჭკუა იხმარეს გამოიყოს ამა და ეხა დაიწყეს რაღაცა სწორი მიაგო ბევრ სწორ რაღაცას ლაპარაკობს მაგრამ უბრალოდ მე სულ მახსენდება აი მაგალითად პატრიარქი რო ეს რა ქვია ამერიკის ერთ რამის პატრიარქია და ეგ რა ქვია რაღაც სექტა რო შექმნეს იმიტომ რომ ხალხი ჯარში აწასულიყო მაშინ გამოვიდეს დღეს ანუ მოინანიოს თქვას რომ მაპატიეთ შეცდომა და დაუჯერებ ეხაც იძახის რომ სწორი არის ყველაფერი და კიდე 1000 რაღაცა რასაც ნუ ისეც იძახის რომ უბრალოდ საქართველოს არ შეესაბამება რა ხო და რავი რაღაცა პერსპექტივა ვიღაცებს აქვს მაგრამ მაინც ვერ იყინებენ სწორად არც ის გარემო არის ისეთი რომ უკან ვერ იყურები იმიტომ რომ უკან ვინც ყავს უკვე ყველაფერი იცის და წინ ვერ მიდიხარ იმიტომ რომ არ გაგძალა რა სულ ეგ არის ეგრე ნამდვილად მოდი ნელ-ნელა წავიდე დასასრულისკენ დღევანდელი გადაააუ კიდე რა მინდოდა ისე აუ კოტი გაგპო ხო ის ლივერპულის თავდასხმელი გოლი გაიტანა და აღნიშნა და I belong to Jesus მაიკა კაკამ რო აღნიშნა ადრეს ხო გახსოვთ აი მილანში რო იყო აი რაღაცა იგივე და ფეხბურთის ასოციაციამ გაფრთხილება მიცა რომ ინგლისის თუ მე მგონი ზოგადად ფეხბურთის ასოციაციამ გაფრთხილება მიცა რომ ეს მეორეჯერ აღარ გააკეთო. წარმოიდგინე ეს არ არის ადამიანის უფლებების შელახვა და თავისუფლების შელახვა. აუცილებლად არის და მე დაგისვა საპასუხო კითხვას რა გიკვირს, ანუ რატო გიკვირს ეგ ფაქტი ეხლა რომ დავფიქრდი, როცა ანუ LGBT იმითი აქვს სამკლაურით აიძულებს თამაშს კაპიტნებს ამხელა იმას რა ქვია გუნდების წეიმებს ფეხბურთელებს და ანუ იქ რა ქვია კუთხურის ალამზე იმის დროშა რა ქვია ფერადი სისარტყელა და ანუ წარმოვიდგინე მაგაში არიან და ეხა შენ რომ მაგას აიწევ და იტყვი რომ მე ვეკუთვნი ღმერთს ანუ რა ღმერთს როგორ ეკუთვნი მაგ ჩვენ აქ ვინიკო რა ქვია და ანუ რა როგორა ვიღაცას ვითაც უნდა გაიკეთოს ის სამკლაური მაგრამ შენ რატო აძალებ ანუ რატო ძალადო იგივეს ხო შენ მან ხო აძალებ და ამ კაცს თავისი ისა აქვს სურვილი აქვს თავისი უფლება რადგან იმას დაიწერს და იქნებ არავის შეურაცხყოფას არ აქვს ხო ის იძახის თავის გულიდან ამოძახის რასაც ფიქრობს და ვისაც ფიქრობს რომ ეკუთვნის და შენ რატო გიქმნის ეს ეს ხო ძალიან ნათელი ესე იგი რასებუცვიანა და ნუ რა ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი და რავი ანუ მგონია რომ ნელა თენდება და გათენდება კიდევაც და რავი ღმერთი მაგას რომ მალე არ ვიცი რავი დაალაგდეს სოფლიოს მასშტაბით ყველაფერი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს მოკრეთ რა არ ვიცი შეიძლება რაღაცა მომენტი დაალაგდება მაგრამ ეს ყველაფერი მაინც პროცესის უიქნება გაბრძოლას უიქნება არადროს ბრძოლები იქნება ეს ყველაფერი არის ზღვაში წვეთი ხა ეს არის გახურება ამათვის ხო ეს პროცესი რაღაცა პერიოდი რაღაცა 1-20 წელი მაინც შეება რაღაცა გავაჩეროთ ან ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად იქნება არა 20 ძახსა ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად იქნება ეს ყოველ. მე მგონია რა 5 წელში უკვე ზუსტად გვეცოდინება რანი ვართ და სად ვართ 5 წელში 5. არ ხო, კი, გეთახმები. ჩვენ რო ვიღაცა გამოჩნდება. აი ეგრე მაგდროს უკავში სხვა წელში გადავაბიჯებთ მგონია რომ უკვე უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში ნაკლები ან ნაკლები ზეწოლები იქნება უბრალოდ მე ესე მგონია რა. იმიტომ რომ ახლა ჩანს ამ ყოველ თუნდაც იმიტომ რომ ეკლესია მარტო ჩვენთან არ დაიკეტა. მიხვდი რაღაცა არის რაღაცა ისეთი კონტურები ჩანს ისეთი რომ რაღაცა გეიმედება რომ შენთან აი თუნდაც ეხა ქართველი ხალხი როგორი ერთად შეკრული არის და
ეხა ეს ხელისუფლება რეების გაბედა, ქართველი ხალხის გვერდში დგომით გაბედა და ერი ერთად დადგა რა, როგორც ავიც 9 აპრილს და ეხა არ ჩავდი უმცირეს რომელთაც გონიათ რომ უმრავლესობა არიან, მაგრამ ძალიან მცირედები არიან, უკვე აგერ გამოჩნდა 20 კაცი რო დადიან ქუჩაში. ამ ყველაფერით გამოჩნდა ეს ყველაფერი რა და მე მგონი მაგიტომ გონია მოკლედ რომ რაღაცა ჩვენთან ნაკლები იქნება ეს ზეწოლები იმედი ყოველ შემთხვევაში და რავი ერთ მაგნას ეგრე მოხდეს რა. კარგი, მე მგონი დასასრულისკენ წავედით ნელ-ნელა. საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა მე მგონი. მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე subscribe ღილაკი არ დაგავიწყდეთ, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა Minerals. მადლობა ჩვენს სპონსორს დგომისთვის. მომავალ შეხვედრამდე შეხვდებით სადღაც ერთ კვირაში დაახლოებით. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის, ადიოს.